შიო მესამე აქციოს შიო მესამე საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი კათოლიკოს პატრიარქი ხავს. ახლად არჩეულმა პატრიარქმა სინოდის წევრების 22 ხმა მიიღო. ძნელია ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო თქვენ წინაშე ჩემი სულიერი განწყობა, ფიქრები და განცდა. ეს არის დიდი პატივით და მძიმე ჯვარიც, ასე მიმართა მან სამებაში მყოფებს. შიო მესამის ინტრონიზაცია ხვალსვეტის ყოველში მოხდება. საქართველოსთვის ზრუნვა არის მთავარი პრიორიტეტი და მგონია, რომ პატრიარქი მარტო არ იქნება ამ საქმეში. წმინდა სინოდი ყველა შეეხიდება მსახურებაში, განაცხადა მეუფე ისაია მკრების დასრულების შემდეგ. ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტ სინოდის გასულ სხდომაზე საკუთარი კანდიდატურის დაყენების საშუალება არ მიეცა. ისურვებთ გადაგედგათ ნაბიჯები რუსული გავლენის აღმოფხვრისთვის. გამიხარდებოდა თუ მაქსიმალურად ახლოს იქნებოდით ხალხთან და მაქსიმალურად შორს ხალხის მჩაგვრელებისგან. ასე მიმართა ციხიდან წერილით ახალ პატრიარქს მიხეილ სააკაშვილმა. შიო მესამეს პატრიარქად არჩევა მიულოცა ივანიშვილების ოჯახმა, ასევე კობახიძემ, ყაველაშვილმა, პაპუაშვილმა, ოცნების სხვა წევრებმა და სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებმაც. ბოლო 3 წლის განმავლობაში პირველად ომში ინიციატივა უკრაინის მხარეს გადავიდა, წერს ეკონომისტი. გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინამ გადაიტანა მძიმე ზამთარი. ქვეყანა ყოველღამე განიცდიდა რუსული დრონებისა და რაკეტების მასირებულ დარტყმას.